მოგესალმებით ხალხო, ვინც მოხვედით აქ და აი ამ გზის მოსმენისთვის ხართ გილოცავთ, იმიტომ რომ Wealthy-ზე სტოპ სტუდენტები მხოლოდ მაშინ ხდებიან, როდესაც მოსავლე აღწევს სისტემატიურობას. იმ ტრეიდინგში სისტემატიურობაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის რა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ დოლარს იშოვის და რამდენ ლარს გააკეთებს. ეგ შეთვის მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ის, რომ მოსავლე მიაღწიოს სისტემატიურობას, ანუ დაურწმუნდეთ, რომ მან შეიძინა ის უნარი, რისი გამოყენება შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში. სერვერზე ძალიან ბევრს ერთი payout-ით უშოვია 10,000-იც, 15,000-იც და ასე შემდეგ. დოლარზეა საუბარი და არა ლარზე. მაგრამ ტოპ სტუდენტი მაინც ვერ გამختარა, მარტო იმიტომ რომ მისი სისტემატური შედეგი ან არ მინახავს, ან არ დაუდია. მხოლოდ იმათ ოძელს, ვინც სისტემატურ შედეგს დებს. ამიტომაც დღევანდელი მოწვეული სტუმარი ჩვენი არის მიშა. მიშა გაიცანი ხალხს, ვინ ხარ უთხარი, რას წარმოადგენ, აქამდე რა იყავი და საიდან დაიწყო შენი ტრეიდინგისადმი ინტერესი? სალამი, მოგესალმებით მეგობრებო ყველას. ვინც მიცნობს, ნეცით ვინ ვარ, ვინც არ მიცნობს, ვარ მიშა, ვარ ნამდვილად 45 წლის. არ ვამატებ და არც ვაკლებ. და ჩემი ტრეიდინგის ისტორია ცოტა შორიდან იწყება, ყველაფერს არ მოყვები, იმიტომ რომ ძალიან გაიწერება ეს ყველაფერი. ცადე აბსოლუტურად ყველაფერი რა. რამოდენიმე წელი ვეცადე, რომ მიმეღწია იმ შედეგისთვის. მიმეღწია იმ შედეგისთვის არა, უბრალოდ გამختარიყავი პროფიტული რაც ბოლო 1 თვის, თვე-ნახევრის განმავლობაში, თვე და 1 კვირის განმავლობაში დავდე. აბსოლუტურად ყველაფერი ვცადე კრიპტოზე, დაჟე ოპშენებზეც ვცადე, უყურე აბსოლუტურად ყველა ესეთ არასასურველ ვიდეოს, ეხლანდელი გადმოსახედიდან, არასასურველ ვიდეოს, რომელსაც იმ მომენტისთვის მეგონა რომ რაღაცას მომიტანდა, რაღაც ინფორმაცია შევიძენდი, მაგრამ ეხლანდელი გადმოსახედიდან რო უყურებ აბსოლუტურად ტყუილი დროის და ფულის, განსაკუთრებით ფულის ხარჯვა იყო და მეტი არაფერი. საკმაოდ დიდი ხანი, აი 2017 წლიდან თუ არ ვწდები, 2017 წლიდან აქედან ავთვალოთ, აქედან მინდოდა რაღაცა ისეთი გამეკეთებინა, რაც მომიტანდა ფინანსურ დამოუკიდებლობას და თანამშრომლებზე კი არა, უფროსებზე, კომპანიებზე და ეგეთ ვიღაცებზე არ ვიქნებოდი დამოკიდებული. და ვერანაირად ვერ მივედი იქამდე, ძალიან ბევრი ფულისა, ძალიან ბევრი შრომის მიუხედავად, ვერანაირად ვერ მივედი მაგ სიტუაციამდე. და ისევე როგორც თქვენ, ვინც ხართ ამ community-ში გაწევრიანებული, მეც ესე გამიმართლა. მქონდა ისეთ მცდელობები, რომ რაღაც სხვა ტრეიდერებთან მივსულიყავი და ძალიან გამიმართლა, რომ იქ უარი ვთქვი, იმიტომ რომ პირველი რასაც ვამოწევდი, იყო რეალური შედეგები. და ეკით ოპოზიციურ ტელევიზიებში რეალური შედეგები არ იდებოდა და აქ დიდი რისერჩის მერე საკმაოდ დიდი ხანი ვუყურებდი ბის და მისი მოსწავლეების შედეგებს, მე უკვე გადავწყვიტე, რომ გამეღო ერთთვიანი კურსი, რასაც ყველას გთავაზობენ და ეს კურსი გავიარე დეკემბერს. დეკემბრის 18 რიცხვი იყო ზუსტად მახსოვს რომ დავიწყეთ. თუ არ ვწდები 18 იყო. და ახალი წლები მოუწია იქ ცოდნის გაღრმავებისთვის დრო გჭირდება ასე შემდეგ და რეალურად ტრეიდინგი დავიწყეთ რაღაც იანვრის ბოლოსკენ, იმიტომ რომ ახალი წლები ისეგრე მახსოვდა. აბახუსევიდან გამოსვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აქ იწყება ყველაზე კარგი, აქ მანამდეც იყო ყველაზე კარგი ის, რომ ტრეიდინგში რაღაცა გამოცდილება როცა გააქვს ადამიანს და არასწორი მიმართულებით გამოცდილება როგორ განსაკუთრებით მაგაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, მაგრამ არასწორი მიმართულებით გამოცდილება 180 გრადუსით შემოტრიალდა და საპირისპირო მიმართულებით წამოყვანა აბსოლუტურად. ანუ რაც მანამდე ვიცოდი ტრეიდინგთან დაკავშირებით, ის აბსოლუტურად ნული იყო იმ პროფიტულობისთვის და იმ შედეგისთვის, რა შედეგსაც ახლა მივაღწია. განსაკუთრებით პირველი ესენი ლექციები, როცა სანჯი თავისი
პინგვინებით შემოვიდა და საერთოდ თავდაყია დააყენა აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი ვიცოდი და რაც კი უნდა გამომდგომოდა ჩემი აზრით, რომ მიმიღწია ტრეიდინგისთვის, უпростоრად მიმიღწია პროფიტულობისთვის. და ესე დაიწყო ყველაფერი რა. ხო. ჩემ შემთხვევაში ის იყო, რომ back test არ ვაკეთებდი, უფრო forward test-ით ვიყავი დაკავებული და კიდე ის, რომ თავიდანვე გადაწყვიტე, რომ მეყიდა აკაუნტები და თავიდანვე აკაუნტებით მეტრეიდა, იმიტომ რომ ნუ ესე უფრო კომფორტულად გრძნობდი თავს ეგერთი და მეორე ის, რომ მეტი კონფიდენსი ქონდა იმისი, რომ დემოზე გასულ ტრეიდებზე მაგალითად არ დამეხუჭა რაღაცაზე თვალი და უფრო გაცილებით, უფრო კარგად მიმექცია იმ დეტალებისთვის ყურადღება, რა დეტალებიც მაგალითად ბიმ და სანჯიმ და პაწუმ მასწავლა ამ დროის განმავლობაში. და ნუ ბევრი თვალების და ბევრი ცდილობის და ბევრი გაფეილებული აკაუნტების მერე მაისი იყო პირველი თვე, როცა პროფიტული გავხდი, უბრალოდ როცა payout გავაკეთე, პროფიტული არ ვიყავი მაშინ. payout გავაკეთე და ყველაზე ცუდი რაც კი შეიძლება რომ მაგ დროს ადამიანს დაემართოს არის ის, რომ ძალიან ასე ვთქვათ, ჟარგონით ვიტყვი, თავში ავარდნა დამემართა და ის აკაუნტი გავაფეილე. ანუ ის აკაუნტი, რომელთანაც ფული გამოვიტანე, მე ის აკაუნტი გავაფეილე და მე ნუ დავიწყე თავიდან, მაგრამ მანამდე იყო ძალიან ეს რამოდენიმე თვიანი ძალიან დიდი სტრესი და ძალიან ბევრი მცდელობა იმისი, რომ ამ ყველაფერთვის მიმეღწია. და ამ მცდელობებში ძალიან ბევრი რაღაცა ისეთ შეცდომას უშვებდი, რა შეცდომას მაგალითად ბევრჯერ აუხსნია ვის და სანჯის მაგალითებით, როგორ უნდა გააკეთო, მაგრამ ნუ ზოგი ადამიანი არის ისეთი, რომ სხვის შეცდომებზე სწავლობს, ზოგი ადამიანი არის ისეთი, რომ თავის შეცდომებზე სწავლობს. და შესაბამისად, ნუ მე გადავწყვიტე, რომ ჩემი შეცდომებზე მესწავლა. და ამიტომ ცოტა კი არა, კარგად მომხვდა, ასე ვთქვათ, მარკეტიდან, როცა რაღაცა ისეთ შეცდომებს უშვებდი, რა შეცდომებსაც ეხლა დღევანდელი განმოსახედიდან რომ შევხედო, მაგალითად, რა გამეცინება ჩემ დროზე, რომ ეგეთ რაღაცებს ვაკეთებდი. აი რა იყო კონკრეტულად ეგ შეცდომები? მაგალითისთვის ის, რომ როცა დროუდაუნში მიდიხარ, არ უნდა დაამატო კონტრაქტები. რომ გინდა რომ რაღაცა dollar cost average არის ეგეთი ისე, რა ქვია, ცნება, როცა გაასაშუალო ფასი, რა ფასით შედიხარ და ის რა ქვია, entry point-ი დაწიო, ანაწიო, იმის შესაბამისად long-ში ხარ თუ short-ში. ეხლა მაგალითად ეგეთ რაღაცებს არ ვაკეთებ. ადრე სისტემატურად ვაკეთებდი თქო, რა ვიტყვი, მაგრამ წაგების შიში და წაგების არ სურვილი რო არ წამეგო, იმხელათი იმდენად დიდი იყო, რომ მინდოდა რაღაცა უცებ გამეკეთებინა ყველაფერი, უცებ მეშოვნა ფული, უცებ რაღაცა გამეპასა აკაუნტი. აი, გაპასული აკაუნტებზე კიდე ცალკე ეს თემა არის, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი აკაუნტი გავაპასე და საკმაოდ ბევრი აკაუნტი გავაფეილე იმ მანამდე სანამ მივხვდებოდი რა იყო რეალურად ჩემი შეცდომა და რა შეცდომები არ უნდა გამეკეთებინა არასდროს. და ნუ რა თქმა უნდა მაგის შეცდომებს ხა დღევანდელი განმოსახედიდან რო უყურებ, ანუ შეიძლება გამეცინოს და თქვა რომ რაღაცა აი ამას აღარ გავაკეთებ რა არასდროს, იმიტომ რომ ასისულელე როცა დროუდაუნში მიდიხარ, ატომო დაამატო ესენი რა ქვია, აკაუნტი. აი ეგეთი ბანალური შეცდომები, რომელიც ალბათ ყველას მოგივათ, ალბათ ყველას მოსვლია, მაგრამ ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, კარგი იქნება თუ არ გაიმეორებს შემდეგი თაობა, რომელიც პროფიტულები გახდებიან და რომლებიც მიაღწევენ ამას, რა ქვია, ამ შედეგს. რა გონია, აი ახალგაზრდების პრობლემა რა არის? ძირითადად, რაც შეგიხედავს? ყველაზე დიდი პრობლემა მე მგონი ტრეიდინგში, აი მეც მქონდა ეგეთი რაღაცა, მეც გადავხე ეგ რა. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ არ უნდა გქონდეს სხვისი თარგეტი, არ უნდა გაიხადოს სხვისი თარგეტი შენ თარგეტად. ანუ მე მქონდა მაგალითად ეგეთი შემთხვევა, რომ ბევრი შემთხვევა. აი სანამ აქამდე მოვიდოდი, მანამდეც ეგეთი შემთხვევა მქონდა, რომ აი რაღაცა
შავკანიანების ვიდეოს რო უყურებენ, როცა ტიპი მაშინ რა ქვია, ტრეიჯი შედის რაღაცა $10 და უცებ 15 წუთში რაღაცა $10,000 აკეთებს, ხო? თუნდაც, ну, ეხა ეგ სისულელი არის, ეგ არის აბსოლუტური ბლეფი და არავის აღარ ჯერა უკვე რეალურად ვინც ტრეიდინგში არის და ვისაც ჯერა რომ როგორ უნდა იშოვო აქ ფული, იმას არანაირად არ ჯერა. მაგრამ აქაურ სიტუაციასაც რო გადავხედე, აი თავიდან მქონდა მე ეგეთი შემთხვევა რაღაც. აუ ამან თუ იშოვა ეხა $10,000 ხო, 5 აკაუნტით. ბიჭო, მე როგორ უნდა ვიშოვო 5 აკაუნტით, როცა გადავთვლი და ვიტყვი, რომ აი 5 აკაუნტით რო $10,000 ვიშოვო, მაგალითად დღეში მინიმუმ უნდა მოვიგო $300, ხო? ანუ შეიძლება კალკულაცია ხა სწორი არ იყოს, მაგრამ ისე ვამბობ რა პირობითად. აი დღეში $300 როგორ უნდა მოვიგო 5 აკაუნტით. ხო, აი მეც მოვიგებ რა, მოდი დავაი ჩაუჯდები და ამ დავაი ჩაუჯდების მოყვება ის რომ რასო ტრეიდებს იღებ, ამას მოყვება ისევე ის რომ თქვათ და სიტყვაზე სწორი ტრეიდები აიღე იმაზე ჩელენჯზე, ფანდიზე უფრო გიძნელდება ეს ყველაფერი და მე უკვე იმხელა იმაში მიდიხარ, მინუსში მიდიხარ, რომ ფიქრობ, რომ აი რაღაცა მართლა სწორედ ვაკეთებ თუ მართლა რაღაცა ისეთი თემა არის, რადგან უნდა დაფიქრდე და უნდა თქვა, რომ აი მოდი ჩემი ის მექნება რა, ჩემი ტარგეტი მექნება რა, ჩემი მიზანი მექნება, რომ აი როდის უნდა გავხდე როდის აი როგორ უნდა გავაკეთო თანხა. აი რა არის მაგალითად ჩემი ასე ვთქვათ მიზანი და ამ მიზნამდე როგორ უნდა მივიდე. აი ეგ რო ჩამოწერო და უნდა გააკეთო ანალიზი, რომ რა გჭირდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დაძლიო და მე გახდე პროფიტული. ეგ არის ალბათ ყველაზე დიდი ეს რა ქვია პრობლემა. კიდე ალბათ დიდი პრობლემა ის არის, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში მინახია, რომ უყურებენ ისეთ ინდიკატორებს, რომელიც ინდიკატორებს ემაზე არა, რა ქვია, trading view-ზე არ ვიცახი ინდიკატორებს. თვითონ trading-ში რა, ისეთ ინდიკატორებს, რომელიც ჩემი გამოსახედიდან მე მგონი, რომ პირველ ეტაპზე, როცა გინდა რომ რაღაცა payout-ები გააკეთო და პროფიტული იყო, მაგას არ უნდა მიექცო ყურადღება. მაგალითად, რაღაცა PNL-ი რამდენი გაქვს, ან RR-ი რამდენი უნდა გქონდეს RR-ი. ანუ ეგ ჩემ სიტუაციაში კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩემ სიტუაციაში არის ეს მხოლოდ. ჩემ სიტუაციაში საჭირო არ გახდა. იმიტომ რომ აი მაგალითად payout-ი რო 3 payout-ი რო გავაკეთე ZZ, იმ 3 payout-ის საშუალო RR-ი მქონდა 1.3. 1.4 დაჟე. პროფილებზე ყველაზე მუშაობს. ხო, ანუ რეალურად მივხვდი იმას, რომ პროფილმის ემითი წესებით თუ ვითამაშებ, რომელიც აგებული არის იმ საყოველთაო ნარატივზე, რა ნარატივსაც მაგალითად ყველა მათ შორის აქაც ყველა იძახის, რომ აი ანუ არანაირი პრობლემა არ არის, ხო, რავი, აგერ ტრეიდში შედი, გარისკი $125, სიტყვაზე ვამბობ 1%, დაათარგეთე 2%, 1-2-თან RR-ი აიღე და всё, მორჩა, შენი დღე. ანუ მე ვცდილობდი აბსოლუტურად საპირისპიროს რა. საპირისპიროს არა, უბრალოდ მივყვებოდი მაგ იმას ნარატივს, მაგრამ ასე ვთქვათ, ზედმეტს არ ვიგებდი. აი, ჩემ ტრეიდერს ახლა მაგალითად რო გადავხედე, ანუ ეხლა აი შენც შეგიძლია მე მგონი წინა თვეს უბრალოდ ამ თვეში თითქმის ყველა დღე მაქვს ნატრეიდები. ოღონდ როგორ ტრეიდობ, მაგასაც ახსნი. და ეს რეალურად ჩემ მოდელზე მოქმედებს და რა ინტერესებს. რა არის? ჩემი მარკეტის ხედვაც ბევრს დაინტერესებს, როგორ უყურებ მარკეტს ელემენტარულად. ხო, ანუ კი, მაგასაც ახსნი. ანუ თითქმის ყველა დღეს მაქვს ნატრეიდები რა, ნუ რაღაც დღეების განმავლობაში. ოღონდ უყურებ ამ ყველაფერს სხვანაირად 25,000-იანი აკაუნტები მაქვს, 25,000-იანი აკაუნტი. საიდანაც 3 აკაუნტი არის ისეთი, რომელიც სისტემატიურად ვაკეთებ payout-ებს, ანუ მეწველ ძროხას ვეძახი და აქედან ჩვეულებრივად გამომაქვს თანხები, ოღონდ როგორ გამომაქვს, მაგას ავხსნი. აი 5 სატრედო დღე, კვირაში 5 სატრედო დღე არ არის, მაგრამ პირველ ორ ტრეიდს, რომელსაც ვიღებ, არის რაღაც აგრესიული ტრეიდი, ეს ტრეიდს ვერ დავარქვა რა, აი
თუნდაც მაგალითად 2 ერერს, 2.5 ერერს უმიზნებ. და ამ 2.5 ერერს პირველ 2-3 ტრეიდს უმიზნებ 2.5 ერერს, ამას ვიგებ, ან ვაგებ, არა აქვს მაგას მნიშვნელობა, პირველი 3 მოგებული ტრეიდი უნდა იყოს, აი ესეთი სუყე რა 2.5 ერერი, ან 1% რო გარისკავ, რაღაცა 2%, 2.5% მაინც უნდა მოიგო. და შემდეგი 2 ტრეიდი არის ჩისტა ისეთი winning day-ების ჩათვლა. ანუ $100 თუ მოვიგე, всё, მორჩა. ანუ იქ თუ მარკეტი ჩემ მიმართულებით მიდის და შემეძლო რომ ამეღო კიდე ბევრი და კიდე მეტი, ანუ ეგ არ მაინტერესებს. winning day ჩავითვალე, 5 winning day შევასრულე, payout გავაკეთე. ანუ საბოლოო ჯამში იმას მივხვდი რომ ჩემთვის რაღაცა ტექნიკურად იმ ნარატივს გავყვე რომ მაინდა-მაინც აუცილებლად რაღაცა 2 ერერი უნდა აიღო და სიტყვაზე ვამბობ თუ break-even-ზე მასკენი გაისტოპე კიდე თავიდან აღარ უნდა შეხვიდე ერთი, იმიტომ რომ ერთი ტრეიდი არის დღეში, ეგეთი მიდგომა მე პირადად არ მაქვს. ოღონდ კიდევ ერთხელ მეორე. ეს შეიძლება იყოს ვიღაცისთვის მომგებიანი, შეიძლება ვიღაცისთვის იყოს წამკებიანი, იმიტომ რომ სხვადასხვა მიდგომა აქვს ხალხს იმაზე ტრეიდინგის და ტექნიკის მიმართ. და ერთი ყველაზე მთავარი, ალბათ ყველას ურჩევდი, რომ ყველამ უნდა გააკეთოს ესე თვითონ უნდა გააკეთოს ბექტესტი, თვითონ უნდა მიხვდეს რა არის, რომელი მოდელი არის, რომელი entry მოდელი არის მისთვის პროფიტული, ეს entry მოდელი უნდა გაიზეპიროს ბოლომდე და უნდა მიხვდეს იმას, რომ აი მარკეტს რო შეხედავს, უნდა აღიქვას, რომ აი всё, აი აქ უნდა შევიდე, იმიტომ რომ ეს არის ყველანაირი კონფირმაცია იმისთვის, რომ ჩემი entry მოდელი დაждდა. და მარტო იმ შემთხვევაში უნდა იტრიდეს. აი სხვისი ნარატივი, სხვისი აი ბევრჯერ ქონია მაგალითად ეგეთი შემთხვევა. და ყველას მინდა რომ გქონდეს იმის წარმოდგენა, რომ რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი. აი ერთი კარგი ტრეიდი მახსენდება, სხვათა შორის ძალიან, როცა ლონგის ნარატივი მქონდა და არ ვიტყვი ახლა საიდან და როგორ, მაგრამ ესეთი დამსახურებული ადამიანისგან გავიგეთ რომ რა ის ლონგი კაცო შორტი არის, ხო არ გადაობ, იმიტომ რომ ეს და ეს, ამიტომ უნდა გაიშორტოს. და ის ტრეიდი გაილონგა და რეალურად მე გავშორტე და წავაგე. და სხვებმაც გაშორტეს და წაიღეს. და არ უნდა დაუჯეროს, შენ თვითონ უნდა შენი მოდელი უნდა გქონდეს აწყობილი, შენ თვითონ უნდა მიხვდე entry მოდელი რა უნდა გქონდეს, შენ თვითონ უნდა მიხვდე რა არის შენთვის მომგებიანი და რა არის შენთვის წამგებიანი. და იმის დამიხევით არავის არ უნდა დაუჯერო და უნდა გააკეთოს შენი გასაკეთებელი. ეგ არის ალბათ მთავარი ის რამაც ეს ყველაფერი შემაძლია. ნუ მთავარი მაინც ის ადამიანები რჩებიან, ვინც ამ ყველაფრამდე მომიყვანა და ამას არა ყოველთვის ვიტყვი ალბათ სადაც შემეძლება რომ ძალიან დიდი მადლობელი ვარ პირველ რიგში შენი სანჯის და პაწუსი. და მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმ ხალხის ვისთანაც ერთად ეს თვეები თითქმის ყოველდღიურად მიხვდებიან ვიდეს მაქვს საუბარი, თითქმის ყოველდღიურად ვიხილავდით რაღაც საკითხებს, ერთმანეთს უზიარებდით რა ქვია, გამოცდილებას, ერთმანეთს უზიარებდით მაგალითად ხედვას და ამ ყველაფერსგან ჩამოყალიბდა ის ცოდნა და ის გამოცდილება, არ ვიცი 6 თვე ცოტა ამისთვის ბევრია, მაგას მე ვერ გამსჭი, მაგრამ ის გამოცდილება და ცოდნა ჩამოყალიბდა ამ პერიოდში, რა პერიოდშიც მე შევძელი რომ ეს შედეგი მიმეღწე. და ეს არის პრინციპში რაც აი ჩემი გადმოსახედიდან ვთვლი რომ სწორია და ყველამ ვისაც გინდათ რომ ეს შედეგი დადოთ და პროფიტულები გახდეთ, ამ გზას უნდა გაყვეთ რა. აი სხვა გამოსავალი არა. პირველ რიგში ალბათ ყველას მინდა რომ საზოგადოებას ყველას მინდა უთხრა რომ სწორ ადგილზე მოხვდით. იმიტომ რომ მე არ ვიცი სხვას რა გამოცდილება აქვს ტრეიდინგში და სხვას რა გამოცდილება აქვს მაგალითად სხვა ადამიანებთან, ვინც ესეთ სერვისს თავაზობს,
მაგრამ მე ჩემი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ეს არის პირველი და ერთადერთი სწორი community, სადაც ვინმე ვისაც ტრეიდინგში ფული შეუნა უნდა, ამ ყველაფერს მიაღწევს. ოღონდ მიაღწევს იმ სწორი მიდგომებით, რასაო მიდგომებსაც თქვენ ბიჭები კაი. ასწავლეთ და ყოველდღიურად უზიარებთ ადამიანებს. მე მაქვს ეს ხა არის ჩემი კითხვები. თავი გამოში. სანამ გადავალთ ხალხის კითხვებზე რა. პირველ რიგში მაინტერესებს, აი რა რჩევას მისცემდი შენ თავს, აი სანამ, აი ხა მაგალითად ეხა ხარ ამ რაღაც დონეზე, რო? და იწყებ. ეხა იცი რაც ხარ რა. რა რჩევას მისცემდი შენ თავს. აი რო იწყებ და ეხა ყველაზე მეტად. პირველი ერთი რჩევა რო იყოს. პირველი არა, იმენა ერთი რჩევა რაც ეთყო და ეხა ეგ თქვი. რჩევა. ერთი რჩევა არის ყველაზე კარგი, ალბათ ესეთი რომ თუ რაღაცის სწავლა გინდა, ორი ვარიანტი არის რა. ან ამ სწავლაში ფული უნდა გადაიხადო და მალე უნდა ისწავლო, ან შენ თვითონ უნდა დაარესერჩო ყველაფერი, რაშიც ძალიან დიდი დრო მიდის. ფული არ გადამიხდია კეფიცებით. არა, შენ ვიცი რომ არ გადაგიხდია, მე ჩემი გადმოსახედიდან არა, შენთვის ფული არ გადამიხდია მეთქი ეგრე ვეთქვა. ეგ. ხო, ანუ უყურე, ჩემი თავარი მიდგომა ამ საკითხთან იყო ესეთი რა, ანუ შეიძლება სხვა მაგალითად რაც ჩემზე გაცილებით ახალგაზრდა, რომელსაც ძალიან დიდი ესენი აქვს, რა ქვია, გეგმები აქვს ცხოვრებაში და ვალდებულებები არა აქვს და დრო მაგისტრის ასე ვთქვათ მუშაობს, ის შეიძლება დაждდეს ადამიანი და უბრალოდ რაღაცა ICT-ის მეებს, ვიდეოებს, მრავალსაათიან ვიდეოებს ჩაუჯდეს და რაღაცა ერთ წელიწადში ან უფრო ნაკლებ დროში, ან შეიძლება უფრო მეტ დროში, ასე ისწავლოს, მაგრამ თუ რაღაცის სწავლა გინდა და ამ სწავლაში გაქვს საშუალება ფული გადაიხადო, აუცილებლად უნდა გადაიხადო, იმიტომ რომ community რომელიც გასწავლოს ამ ყველაფერს ქართულად გიღეჭავს ამაშობა რა ქვია გამოცდებს გიტარებს ანუ გისწორებს ყველა შენ მაგალითს რომელსაც ჩააგდებ და ამ მაგალითის საფუძველზე შენ გეუბნება დღე და ღამის განმავლობაში სწორია თუ არა სწორია თან პლუს მაგას მარტო ორი ადამიანი და სამი ადამიანი არა იქ სტუდენტების ჩატში ვინც არიან უმეტესობას აქვს ის კომპეტენცია რომ შენ სწორი მიმართულებით დაეყენოს ეს მე მგონი ყველაზე სწორი გადახდილი თანხა არის შენ ცხოვრებაში თუ ტრეიდინგის მიმართულებით გინდა წახვიდე. ამიტომ ჩემ თავს იმას ურჩევდი 5 კი არა 6 წელს წინ რომ 5 წელიც დაიცადე ვიღაცა დი გამოჩნდება რომელიც ყველაფერს გასწავლის და ეხა ფული არ გადაიხადა. ეგ უნდა მეთქო. კაი, შემდეგი კითხვა. ეგ აქაც ერთი პასუხი მინდა რა. რას ეტყოდი? აი ხა ახალგაზრდები რო არიან, აი მაგის გარდა ოღონდ რა. ეხლა რას თქვი მაგის გარდა? აი ახალგაზრდები არიან, გისმენენ ახალგაზრდები და აი რა ვიცი, ალბათ ბევრს გაუკვირდებოდა ეხლა მაგასაკში რა უნდა ტრეიდინგში და რაღაცაო რა. რა რჩევას მიცემდი ახალგაზრდას, რომელსაც ახლა უნდა სწავლა და აი რაღაცა წარმოდგენები და იმედები აქვს ამ საქმიდან. რაღაცა არასწორი. რა რჩევას მიცემდი მაგათ? და არასწორი იმედები და წარმოდგენები აქვს, კი მიხვდები შენც. პირველი არის ის, რომ ეს ყველაფერი რეალური არის რა. ანუ პირველი არის ეს, რომ ეს ყველაფერი რეალური არის. მეორე და ყველაზე მთავარი არის ის, რომ არანაირი ქართულად როგორ არის excuse მიზეზი არ გაქვს იმისი, რომ დანებდე. როცა 45 წლის ადამიანმა ეს შეუძლი შენ 21, 22, 25 წლის ადამიანს არანაირი მიზეზი არ გაქვს იმისი, რომ თქვა, რომ აუ ამას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ არც ინგლისური, არც მათემატიკა, არც რაღაცა ფინანსური გამოცდილება არაფერი არ გჭირდება იმისთვის, რომ ამ ამაზე რა ქვია, არაფერი ეგეთი ცოდნა დავამატებ, არ გჭირდება იმისთვის, რომ წინარე ცოდნა. ხო რა ნიჭი რა, რომ აქ რაღაცა ის აკეთო, რა ქვია, ფული აკეთო. არაფერი ეგეთი არ გჭირდება. და მესამე და მთავარი არის ის, რომ სწავლის პერიოდში და ტრეინინგის პერიოდში მარკეტი კარგად შეგაყანყალებს რა, ყველანაირად. ანუ გაგსტოპავს, დაგაფეილებს, ან დაგაგდებს. ამიტომ ყველაზე დიდი მთავარი ალბათ სათქმელი არის ის, რომ არასოდეს არ დანებდე. ეხა მე მგონი ის ადამიანი, ვისაც ამას ვამბობ,
ცოტა პრობლემებში არის და მისმენს ახლა აქ არის და იმისთვის გავიმეორებ განსაკუთრებით რა. არასოდეს არ დანებდეთ. ანუ დაიწერეთ, რავი, გამოაკარით, ანუ ჩემი ეგო და ეგო არა, უბრალოდ мотиваცია ყველაზე მეტად мотиваცია იყო ის, რომ ნუ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ოჯახისთვის რაღაცა დამატებითი შემოსავალი. მე იმასაც ვიტყვი, რომ ბევრს გონია, რომ ერთი-ორჯერ შემხვდა მე მგონი ეგეთი ისე ჩემთვის მოწერილი სტუდენტების ჩატში, რომ აუ პერიოდი გააკეთებ, რომ წამოხვედი სამსახურიდან. სამსახურიდან არ წამოსულა, სამსახურიც მაქვს და ამ ტრეიდინგსაც ვცნობ რაღაცა 2-3 საათს დღეში რა. და იმ სამსახურსაც ვაკეთებ, მაგრამ ის მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის мотиваცია იყო, ყველაზე დიდი мотиваცია ალბათ ის იყო, რომ აი ჩემ ოჯახს კიდე მეტი დამატებითი შემოსავალი იქნება. ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი გაცილებით უფრო მაგრა იქნებიან. და დამიჯერეთ ხალხო, ამაზე მაგარი არაფერი არ არის, როცა ინტერნეტ ბანკინგში შეხვალ და შენი ერთისთვის შემოსავლები გაცილებით უფრო ბევრია, ვიდრე შენი ერთთვის ხარჯები. ამაზე მაგარი გრძნობა არაფერი არ არის. ამიტომ არასოდეს არ დანებდეთ. არასოდეს არ დანებდეთ. ანუ მე ძალიან ბევრი ვალდებულებებით ცხოვრებაში და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, ძალიან ნაკლები დროით, იმიტომ რომ სამსახური, ოჯახი, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მე შევძელი და თქვენ არანაირი მიზეზი არ გაქვთ. ახალგაზრდებს მიმართავ, ვინც იტყვით, რომ აჰუ, ამას ბიჭო, ამას რა ისწავლის. ანუ ეგ მიზეზი არ არის. კაი, იმას რას თქვი? მოკლედ, აი შეხედე, აქ ხალხი ზოგი გიყურებს, ვინც აი მაგალითად შენთან ერთად დაიწყო სწავლა, ან ის ხალხი, ვინც შენამდე დაიწყო სწავლა, მაგრამ შენ დონეზე კიდევ ვერ მოვიდა რა. ძალიან ბევრი მაგას უყურებს, როგორც დემოტივაციად, ეგ კიდე უფრო ჭამთ ხოლმე რა. მე მგონია ბევრ მოსავლისთან მსგავს საუბარი, რომ სხვის შედეგებს უფრო უყურებენ და სხვაზე უფრო მეც დარდობენ, ვიდრე თავიანთ თავზე. ანუ სხვაზე უფრო მეც დარდობებში გულისხმობ, რომ სხვის შედეგს იმდან უყურებენ, რომ ეგ თავის თავზე გადმოგდა ბევრად უფრო უკანწევს და შედეგიდან ბევრად უფრო შორს ამყოფებს რა. აი მაგაზე რა სიტყვი რა, ის სხვის შედეგის ყურება და შენ თავზე მაგის გადმოტანა. რომ შენ იმ დროში ვერ შეძლები ვიდრე იმან შეძლო. აი ძალიან დამღუპველი არის ეგ რა. პირველი არის ის, რომ ყოველთვის უნდა გქონდეს ეს რა ქვია, შენი ტარგეტი და ყოველთვის აი მაგალითად, როცა ეგეთი რაღაცას ვაკეთებდი ხოლმე, ეგეთ რაღაცის ფიქრებზე მივიდიოდი, მაგალითად ყოველთვის ყავდი ხოლმე შენ. როცა პირველი პერიოდი იყო, შენი თუ ორსდები $120 თუ რაღაცა. 116 ნათქვამი რა. ხო. და ყოველთვის მაგას ვიძახდი, რომ ანუ ადამიანმა რომელმაც მე მასწავლა, პირველი payout-ი გააკეთა $136 და მე ვინ ვარ ეხლა, რომ ესეთი ამბიციური, რომ პირველივე payout-ი რაღაცა ავდგე და რაღაცა 10000-ები გავაკეთო. ანუ ამიტომ ყოველთვის გქონდეთ თქვენი ტარგეტი. სხვისი ტარგეტის ყურება და სხვისი ტრეიდის ყურება, სხვისი payout-ების ყურება, სხვისი ესეთ რაღაც ემისია შედეგების ყურება და იმაზე დათარგეტება, თქვენი იმაზე დათარგეტება არის დამოუკიდებელი. კი, ანუ ძალიან კარგია. мотиваცია ჩემთვის პირველი და ყველაზე კარგი мотиваცია ჩემთვის იყო, რომ და ასე ვთქვათ, ნაბიჯის გადადგმის ტრიგერი, ასე ვთქვათ, რომ შენთან მოსულიყავი, იყო ის, რომ payout-ებში რო უყურებდი და ხალხი რო რაღაცა შენ რო რაღაცა 1000-ებს და 10000-ებს ამაშობოდი აგდებდი payout-ებს, რამოდენიმე 1000-ებს, რამოდენიმე ესე ვიტყვი. ხო, ეგ იყო ტრიგერი და ეგ იყო мотиваცია, რომ ბიჭო, მეც უნდა შევძლო ეს, მაგრამ აქამდე როგორ მიხვიდე, ყველაზე მთავარი ეგ არის, ეგ ნაბიჯი არის, ეგ სტეპი არის, სტეპები ყველაზე ნაბიჯი. ამიტომ ყველას მაგას ვუჩევ, რომ სხვისი ტარგეტის ყურება და სხვისი ტარგეტის, ასე ვთქვათ, შენი ტარგეტად ეს რა ქვია, დათარგეტება პირველივე ჯერზე არის დამღუპველი. ანუ პირველი payout გააკეთე, $200 იქნება, 300, 500 თუ რამდენი იქნება, პირველი payout გააკეთე. პირველი payout-ის მერე იმხელა ის გეხსნება, რა ქვია, წნეხი და ლოდი, ასე ვთქვათ, გეხსნება ამიდან, რა ქვია, ხრებიდან, რომ ერთს კი წარმოვიდგენთ, ანუ პირველი payout-ი ყოველთვის არის ის ტრიგერი, რა ტრიგერითაც მერე მიდიხარ რაღაცა უფრო და უფრო მეტ წვეულებზე. ოღონდ
ერთი რაღაც გათვალისწინებით. პირველი პერიოდის მერე ისევ და ისევ ვიმეორებ, ჩემი აკაუნტი ეგრევე ფეილი. იმიტომ თავში ავორგნის ისენი იყო მცდელობები კი არა და წარმატებული მცდელობები და ამიტომაც მარკეტმა არანაირად არ მაპატია ეგ ყველაფერი. მარკეტი არავის არაფერს პატიებს მეგობრებო. კი ბატონო. თავია სისტემის ნაწილი გახდეთ და პროცესის ნაწილი გახდეთ. რაღაცებს. კაი. კიდე ერთი კითხვაც და მე ჩაჩივით საკითხები იმა დავაცავთ რა. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შენს გარშემო გარემოცვაში, როგორი ხალხი იტრიალებს და ასევე ხა არა მარტო Discord-ში, აი რეალობაშიც თუ გქონია მსგავსი გამოცდილება, რომ შენ რო ამასწავლებ და რამე ისეთი შემთხვევა თუ გქონია, რაც აქ სათქმელი შეიძლება იყოს რა და გარემოცვაზე ისაუბრე, რამდენად მნიშვნელოვანია რა როგორი ადამიანები არიან შენ გარშემო. ეგ არის ალბათ ყველაზე ესეთი, რა ქვია, ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში მიჩნეული არის დღემდე რა, მიჩნეული არის ის, რომ ყველაზე წარმატებული ტიპი არის ის ტიპი, რომელიც 9 საათზე სამსახურიდან გადის, 6 საათზე, 7 საათზე სამსახურიდან ბრუნდება, იქ კაბინეტი აქვს, კაი შემოსავალი, კაი ხელფასი აქვს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ეგრე არის რა და როცა რაღაცა ისეთ შემოსავლის წყაროს უხსნი ვიღაცას, რომელიც გაგებაში არ არის, როგორ შეიძლება მაკედან ჰაერიდან ესე რა ქვია ფული იშოვო. ეგ ცოტა არ იყოს და მე სკეპტიკურად განაწყობს ყველა იმ ხალხს, ვინც შენ გარშემო ყოფებს რა, ვისაც მაგალითად უზიარებ ამ ყველაფერს. ამიტომ სანამ შენ ამას რა ქვია სიმართლეს ასე ვთქვათ და შენ წარმატებას შენ თავს არ დაუმტკიცებ და შენ თავს არ ეტყვი რომ აი всё მორჩა რა ეგ არის მანამდე ხმა არ უნდა მოიღო არაფერს აი ჩემ მაგალითს გეტყვით რომ მე უბრალოდ ჩემ ოჯახს ვუთხარი რომ მეთქაი ესე რაღაცა იმას ვიწყებ რა ქვია კურსის გავლა მინდა და უბრალოდ რაღაც საღამოს 11 საათზე 4 შაბათს და შაბათს ვიქნები რაღაცა იმაზე რა, კურს გავვლი. всё, მორჩა მეტი არაფერი. მე უკვე პირველი ორი პეიაუთი რო გავაკეთე და რო უთხარი რომ მეთქი პირველი ორი პეიაუთი წამოვიდე და მე მიყვა მესამე, მეოთხე, მეხუთე, მე-6-იც და ეხლა შემეკვირას იმედი მაქვს რომ მე-7-იც იქნება. მე უკვე უთხარი რომ მეთქი აი ესე არის რა და მე ანუ ზედმეტ კითხებს არ სვავენ და ანუ არ მეუნებიან რომ რაღაც. ნუ ჩემი უფროსი მისვავს კითხებს რაღაცა რომელ სესიაზე მას რეიდობ და TGR-ს თუ ისნობ და რაღაც ეგეთ კითხვებს მისვავს, მაგრამ დანარჩენი ხა ისეთი კითხვები რაღაცა ესეთი შეულებრივი რა არ მაქვს, ახლა არ მედის რა ოჯახში იმის რომ რაღაცა დღეს რა ქენი მაგალითად როგორი დღე ქონდა ან რაღაც, ანუ რავი, შეუძლებს სტანდარტული სატრეიდო დღე ხან მეგებ ხან წარი. და ყველაზე მთავარი ალბათ რა ამ ყველაფერში არის ამის გარდა არის community ვისთანაც ერთად ტრეიდობ რა. იმიტომ რომ მარტო ერთი თავიდანვე მივხვდი რომ მარტო ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგიდან მივხვდი რომ მარტო ძალიან გამიძნელდებოდა რა, იმიტომ რომ გამოცდილება ტრეიდინგის უღამი არის გამოცდილება. ერთ თვეში რასაც გასწავლიან ეს შეიძლება ჩაიბეჭდო თავში, მაგრამ ყველაზე დიდი მაინც მოაქვს გამოცდილებას. ჩარტინგს უყურებ ყველაფერს, ჩარტინგს უყურებ, მას რა ქვია, ჩარტინგის ვიდეოებს უყურებ თუ ჩარტ ტაიმს იმას ისევ გააზრდი და შეხედავ, იქ მაინც ვიღაცა უნდა ყავდეს ისეთი, სასურველია ყოველ შემთხვევაში და ჩემ შემთხვევაში ძალიან გაამართლა ამ ყველაფერმა. სასურველია ყავდეს ისეთი ხალხი, ვინც სწორი მიმართულებით მოგცემენ რაღაც კონკრეტულ იმაში დროის მონაკვეთში მაგალითისთვის რაღაცა ტრეიდში გინდა რომ შეხვიდე რომელიღაც სესიაზე და ნუ აი რაღაცა ეჭუგე პარეპარა შეიძლება გაუზიარო იმას იმ ადამიანის გამოცდილება და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე სწორი მიმართულებით დაგაყენოს. ძალიან კაი რაღაცა ლაპარაკობს რა. კი, ჩემ შემთხვევაში ეგრე მოხდა, იმიტომ რომ მე თვითონ დავუკავშირდი ყველა იმ ადამიანს და აბსოლუტურად ყველას აგერ რამდენი ადამიანი გიყურებს, არ ვიცი, 200 კი არა, 300 ადამიანი გიყურებს, 300 ხო, მამა ადამიანების წინაშე მინდა ყველას აბსოლუტურად იციან ვიზეს ვლაპარაკობ, სახელობ, სადავასახელებ,
ყველას ძალიან დიდი მადლობა მოუხადო, იმიტომ რომ ჩემი წარმატებაში მოგმისული თუ არა განსაკუთრებულად კარგი წვლილი აქვს. აქვთ შეტანილი, იმიტომ რომ ეს ხალხი რო არა, ერთმანეთთან გაზიარებული ინფორმაცია რო არა და ერთად დაждდომა და ყველაფრის ანალიზი რო არა, მე დღეს დღეს არ ვიქნებოდი რაღაც დონეზე როდესაც მივიდოდი აუცილებლად, მაგრამ ძალიან გამიჭირდებოდა და ძალიან უფრო მეტს დავხარჯავდი, ვიდრე აქამდე დავხარჯე. კაი, ერთი კითხვაც შემგან. ყველას გიჩვენებს. ერთი კითხვაც შემგან და მე ჩატზე გადავდივარ მართლა. შენი სამმოლო გეგმები მითხარი, ეხა აქედან რა უნდა იყოს და აი როგორ უნდა ესე ვთქვათ განვითარდი აქედან. განვითარების კუთხით რა დარჩა? განვითარების მომავალ გეგმა. ან ფინანსურად მომავალ გეგმა ის არის, რომ ფინანსურად არ ვიტყვი ხა, მაგრამ პირველი რიგში კაპიტალის გაზრდა. ჩემი პირველი გეგმა არის კაპიტალის გაზრდა. მაქსიმალურად ისეთ იმ კაპიტალზე მისვლა, ან დასამალი არაფერი არის, ეხლა 5 აკაუნტი მაქვს 125,000 მაქვს ეხლა კაპიტალი. შემდეგში ვაპირებ რაღაც სულ მცირე გავაორმაგო. და ამ კაპიტალით უკვე მე მიყვე და დივერსიფიცირება მოვახდინო ამ კაპიტალის. ეხაც მაქვს რა, აი როგორ ვთქვი, 3 აკაუნტი არის მეწველი ძროხა და დანარჩენი 2 აკაუნტი არის ისეთი აკაუნტები, რომლებსაც მაგალითად აგრესიულად შემიძლია რომ რაღაცები გავხსნა. ან და ამ შემთხვევაში პირველ ჯერზე გაამართლა. პირველი არის კაპიტალის გაზრდა. ცოდნის გაღრმავებას რაც შეეხება, ცოდნა იდეაში მაქვს უბრალოდ მეტი რამე სწავლა არა დაჭირო გამოცდილების გარდა. გამოცდილების მიღება არის აქ ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ არის რაღაც მომენტები, აი ხა მაგალითისთვის დღეს უსმენდი სანჯის და ჩარტინგზე, არასდროს არ ტოვებ ჩარტინგებს რა და სანჯის უსმენდი ჩარტინგზე და ვისაც არ გაქვთ ეს ჩარტინგი ნანახი, აუცილებლად ნახეთ. გამოცდილება ვისაც არ გაქვთ უკვე. ხო, ვისაც გინდათ ნახოთ, აუცილებლად ნახეთ, რომ ძალიან კარგი რაღაცები ლაპარაკა თვითონ მასზე, რა ქვია, მარკეტინგ კონდიციებზე და ეგეთ რაღაცებს. მარკეტინგ კონდიციებზე ქონდა და თვითონ იმაზე რა ქვია. ოჯახსანჯი გაკეთე. ჩემი ნომერი 1 მოსწავლე და ეგეთ რაღაცებს. კაი, ჩატში შეგიძლიათ კითხვები დასვათ და გავცეთ მაგას პასუხები. 1-2 კითხვას და რეკორდინგს ავასრულებ, დალშემენა კიდე გავაგრძელებთ მაინც. კი. Losing streak თუ გქონია და რას ეუბნებოდი შენ თავს, როგორ უმკლავდებოდი მაგასო? Losing streak მქონია ძალიან ბევრჯერ და სხვათა შორის ხო, ძალიან ბევრჯერ მქონია losing streak. და წაგებასთან გამკლავება არის ალბათ ყველაზე რთული რამე ტრეიდერისთვის, იმიტომ რომ ანუ არავის არ უნდა წაგება რა, ყოველთვის გინდა რომ მოიგო და საბოლოო ჯამში მივხვდი რომ ყოველთვის ვერ იქნები მოგებული და წინა losing streak-ებს უმკლავდებოდი მითი რა ქვია rage trading-ით რა, ანუ ამატებდი კიდე შევდიოდი და ანუ როგორ თავდებოდა ახლა ყველა შეიძლება წარმოიდგინოთ, ანუ ვაფეილებდი აკაუნტს, ან კიდე ძალიან დიდი მინუსში გავდიოდი. ძალიან დიდი პასუხები არ გვინდა. მარტივი პასუხები გავცეთ, რომ ბევრი მოვასწროთ. ეხლა losing streak-ი აღარა მაქვს. ბოლო 1 თვის განმავლობაში 1 დღე მქონდა სხვათა შორის ესა ქვია losing streak. ესა ქვია lose day. Backtesting სამდე მნიშვნელობა აქვს. Backtest ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა, იმიტომ რომ backtest-ზე ეს სანთელი უარ მოძრაობს ისე როგორც უნდა მოძრაობდეს. რაღაცა ვერ იმასქენი ვერ დავამოყავ, ამიტომ backtest-ი არ გამიკეთებია, მაგრამ ვისაც შეგიძლიათ backtest-ი გააკეთოთ და ეგ არის აუცილებელი, იმიტომ რომ backtest-ით და forward test-ით იქმნება თქვენი სტრატეგია. ანუ ყველას შეიძლება გქონდეთ და ამიტომ და გამოცდილება რა, ასთავარია ეგ. ნეგატივი თუ გქონდა ხალხის მიმართ, ალბათ შენს მიმართ გულისხმობს, ნეგატივი თუ გქონდა შენს მიმართ ხალხს. ნეგატივი ვერ ვიხდი. შენს მიმართ ცოდნი გაწყობილი ხო, თუ გქონიათ რა, ამ საქმეს შესავლებ, ალბათ ახალგაზრდები არიან და თავის გარშემოც მაგაცები დასცინიან, სავარაუდოდ მიშა.
არავის არ უთხრა რას აკეთებ, ვინც კითხვა დასვი არ ვიცი ვინ ხარ, პირველად კიდევ ერთხელ გეუბნები, არავის არ უთხრა რას აკეთებ, იმიტომ რომ ეგ არის მარტო შენი და შენი საქმე, მეტი არავის. ანუ როცა რაღაცას მიაღწევ და შედეგი გიქნება, მე შეგვიძლია ამ შედეგით იამაყო. შენ თავთან ან სხვასთან. დანებება თუ გდომებია ოდესმე. კი, და ეგ არის ყველაზე ესეთი ცუდი, ანუ ბევრჯერ დავანებე, ანუ ამ 7-8 წლის გამო 2017-დან რატო 7-8 წლის 9-ს უკვე რა. 2017 წლიდან ბევრჯერ დავანებე, ანუ დავიწყე რაღაცაზე დონეზე მივედი და მივხვდი რომ არ არის ჩემი, დავანებე. და ეს რეალურად იყო ბოლოც და ანუ ეს დარესერჩება და ესეთი რაღაცეები იყო რეალურად ბოლოც და ამ ბოლოსთან გაამართლა. ამიტომ კიდევ ერთხელ გიმეორებთ არასდროს არ დანებდეთ, იმიტომ რომ ამაში არაფერი rocket science-ი არ არის რა, ანუ არის მარტივი არ არის თქო, არ ვიტყვი, მარტივი არ არის. მაგრამ ყველასთვის სწავლებადია აბსოლუტურად, ნებისმიერი ასაკის და ნებისმიერი ადამიანისთვის. შემდეგი იყოს დროის ფაქტორი მაინტერესებს, რა როგორ მოახერხე ის რომ მუშაობდე თანამსახურში წარმატებას მიაღწია ამას, რავი, თუიდან მეც ვიტყვი, არ თქვი. ხო, ანუ თავიდან უფრო მეტ დროს ვთქვი, იმიტომ რომ სწავლება და ტრეიდინგი ერთად და სამსახურეობრივადაც შემეწყო ხელი იქიდან გამომდინარე რა სფეროში ვმუშაობ და მე უკვე ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ამაზე დროის დათმობა უფრო შემცირდა. ანუ რაღაც ჩარტს გადავხედავ, თუ სეტაპს ვუყურებ, შევდივარ, თუ არ ვუყურებ, ვანებებ თავს და რა ვიცი, სხვა რამეს ვაკეთებ. ამიტომ ხო, შენი საქმეც უნდა გქონდეს ეგ დანიშნულოვანი. ერთი არის account management-ი, risk to reward-ი რო გაშალო, შედარებით დეტალურად როგორ ინარჩუნებთ პროფიტში ყოფნას. ამაზე ილაპარაკა, რომ დიდი risk to reward-ი არა და ყველაზე მეტად მუშაობს low risk to reward-ი. როგორც იცი ილაპარაკე რა. ხო, დიდი risk reward-ი არა მაქვს. კი, დიდი risk reward-ი არა მაქვს, პლუს მაგას ანუ account-ებს რო დააგროვებ, მე ჩემთან ყოველ შემთხვევაში შემუშაობს. account-ებს რო დააგროვებ, ეს account-ები ერთ trade-ში, ანუ ერთად გადაბმული არა მაქვს. სამი account-ი მუშაობს იმაზე, რომ ის გავაკეთო, სტაბილურად გავაკეთო ესენი payout-ები და ორი account-ი მუშაობს იმაზე, რომ რაღაცა ოდნავ მეტი რისკით შევიდე მაგალითად რაღაცა იმაში trade-ში. ტექნიკური ტექნიკური ანალიზის სწავლა რამდენ ხანშია შესაძლებელი? ეს სწავლე ტექნიკურ ანალიზს, ანუ აი ბიჭებთან დაждდე და იმას ის რო გაიარო, რა ქვია, მეტოში რო გაიარო ტექნიკურ ანალიზის სწავლე ერთში. მერე ამ ერთ თვის მერე მიდის ამ ტექნიკური ანალიზის დახვეწა. ანუ ტექნიკურ ანალიზში რას გულისხმობ, რომ რაღაცა გამოცდილების მიღება რა. გამოცდილების მიღება. ტექნიკური ანალიზი ისწავლე ეგრევე. გამოცდილების მიღება არის მერე უკვე დროის ფაქტორი. რაც უფრო მალე ისწავლე, მით უფრო უკეთესად, მით უფრო მალე მიხვალ შედეგამდე. ICT-ისთვის გიყურებია შენი დარგის სწავლიაო? არასდროს. არა, ჩემი ICT არის დათო. დათო არის ჩემი დათო. ამდენი ხანი სწავლის შემდეგ რა იყო ის გადამწყვეტი მომენტი, რამაც დაგაყენა მოგების გზაზე? ამდენი სწავლის მერე გადამწყვეტი მომენტი იყო ის, რომ სწორ ადამიანებთან მოხვდა, სწორ ადამიანებს უზიარებდი ამ ასე ვქვათ, ჩემ გამოცდილებას და თვითონ ისინი მიზიარებდნენ თავის გამოცდილებას. ის მაგას გადამწყვეტი მომენტი იყო ის, რომ პირველი payout-ი გავაკეთე და მაქედან მე უკვე სწორი დაგეგმვა გავაკეთე ჩემი იმისი, რა ქვია, ჩემი next step-ების, ანუ ერთი payout გავაკეთე და გავფეილე და მეორე account-ებით, ანუ რო გავყასე მეორე account-ებით, მე დავჯექი და თქვი, რომ აი როგორ უნდა მივაღწიო იმ შედეგს, რა შედეგიც მაგალითად მინდა რომ დავტო. ხო, სწორ დაგეგმარება არის აუცილებელი. ერთი კითხულობს, რომ შენ სიტუაციაში რომელიც ვერი ვალდებულება მაქვს, არ ვარ მეც პატარა ასაკისო, ნოლიდან ვიწყებო და აი როგორ მოახერხო, რომ დრო დაუთმო ამ საქმეს საკმარისიო, რა როგორ ახერხედი ამ ვალდებულებიდან გამომდინარე დროის დათმობა საკმარისს? ძალიან იმას რა ქვია, ძალიან ბევრ დროს წაიღებს ხა მაგ კითხვაზე რომ გიპასუხო და არ ვიცი, ჩატში ვერ ხედავ უბრალოდ რა. მომწერე მეგობა რომ აი ეგეთი ისა რა ქვია, მომწერე და დაგელაპარაკები და აგიხსნი აუცილებლად.
იმიტომ რომ ვიცი ითხრევ ამ ეგეთი ცოდნით თუ ვალდებულებები და ფიქრობს რომ თელესქოპი გაგრძელდა პროფილად ყოფნასო და რავი რა თქმა მაგას კითხვა შეიძლება საბარა მარკეტინგის კი არ არის ავატყოფი შემდეგი პროფესია ალბათ ჩემი ეს იქნება რა მანქანათ მშენებლობა ჩამოვიყან მანქანას და გამიკეთებს ხოლმე მოგეთ შეიძლება შენ თავს თავიდან ვენდობოდი ჩემ თავს რაში ტრეიდინგში თუ აი ზოგადად იმაში აი თუ რომ გჯეროდა რომ გამოგივიდა თავიდან იცი რა არის ყველაზე რთული ამ იმაში რა ქვია ამ თემაში არის საკუთარი ტრეიდების და საკუთარი სეტაპების ნდობა ანუ მქონდა ეგეთი ისა სიტუაცია როცა ვიცოდი რომ მაგალითად უნდა შევსულიყავი მაგრამ არ გავხსენ იმიტომ რომ ვერ ვენდობოდი ჩემ თავს ეგ ბევრი რაღაციდან ბევრი ფაქტორიდან არის გამოწვეული ის რომ ფსიქოლოგიური მომენტი ის რომ რაღაცა ბევრი რაღაცები რომ არის მოგეთ გამოწვეული მაგრამ შენი თავის ნდობა და შენი სეტაპის ნდობა თუ არ გაქვს გაგიზნელდება ძალიან ამიტომ უნდა მე ვენდობოდი თავიდან ვერ ვენდობოდი მაგრამ მე რაღაცა მეების მე ჩემი ფსიქოლოგიურად დაწყნარების და იმის მე რა ქვია სხვათა შორის სწორ ხალხთან ურთიერთობის მე წამოვიდა ის რომ ეხა ჩვეულებრივ ტრეიდებს ისე რომ ვენდობი რა საოცრებო მანქანას პორშე სამდეხაში იყიდიო არ ვიცი აი გარა მაქვს ჯერ იმაში რა ქვია ბაკეტ ლისტში არის მაგრამ თარგეტი არა მაქვს ჯერ თარგეტი ცოტა სხვა რამეები არის ხა და აჰა აგას რომ მოვჩები მე ეგ იქნება თარგეტი აი სტის გარდა თუ იყავის სხვა სტრატეგიები და დაინტერესებული კი სხვათა შორის სტრატეგიებს მანდ არჩევის შემთხვევაში მე ვარჩევდი ისეთ ადამიანს ვისაც მაგალითად მივენდობოდი და მესოდინებოდა რომ იმ მოდელით რა მოდელის თვითონ ტრეიდობს ის მოდელი იქნება გამართლებული კიდევ ერთხელ სხვასთანაც გქონდა გასაუბრება კონკურენტებთან და ვერ მე დამაჯერეს რო და ვერ ვერ გზნობ მიშა მითხრეს კონკურენციას არის ეგეთი ვინმე მე ვერ გზნობ შენ ვერ გზნობ მაგრამ უნდათ რომ აი ესე მინდა ვიყო კონკურენტი ხალხთან აი გქონდა აი ეს ურთიერთობა და იმათმა ვერ დამაჯერეს და ვერ მითხრეს ის რაც მაგალითად აქ დავინახე ეს არანაირი უფასო რეკლამა და ფასიანი რეკლამა არ არის ეს უბრალოდ არის ჩემი მაგალითი რა მაგალითად მივახციე იმას რაც დღეს ასეც გიყვებით კარგია ჩაგირიცხავ მე აგების მიღება ტრეიდინგის ნაწილია მაგრამ ყველაზე რთული იმავე დღეს ემოციური შურისძიების რევენ ტრეიდინგის ეს AIT მისვამს ეს ბიჭი კითხვებს მოდიწო რა კითხვას კიდე ის დასვი აგების მიღება არის ყველაზე ძნელი მაგას აი მარტივად ახსნით წაგების იმას რა ქვია ფსიქოლოგიას რა ჩათვალე რომ გადასახადს იხდი ანუ ტრეიდინგს რო ტრეიდობ სულ მოგებაში ვერ იქნება ჩათვალე რომ გადასახადს იხდი აი როგორც კი მაგას შეხედავ რომ რაღაცა გადასახადს იხდი ტიპს იხდი რა იმაში რა ქვია ტრეიდინგში რომ ერთი დღე უნდა წააგო რა ან ორი დღე უნდა წააგო ან თუნდაც 5 დღე უნდა წააგო ეგ არის გადასახადი რა მეტი არაფერი ეხაც მიძნელდება, ანუ არ დავმალავ, არაფერი დასამალი არ. ეხაც მიძნელდება, როცა ესენი რა ქვია, losing day მაქვს, ხოლმე? კი ბატონო რთული და სანამ უფრო მეტი გამოცდილება არ ექნება და მიხვდები რომ ეგ არაფერს არ ნიშნავს, მაგალითად შეიძლება ეგრე იყოს. ანუ ეგ დროის ამბავია ყველაფერი. მით უმეტეს თავარე კაც ესმის ის რომ ესე ვქი გამოცდის არაფერი არ არის. მოთმინება და როლდინს როგორ მიეჩვიო? მოთმინებას ჯერჯერობით ანუ მოთმინებას მივეჩვიე, მაგრამ ეგეც გაჭირება ანუ ჭირს, ანუ მოთმინებას გულისხმობთ იმაში, რომ ყველა დღეს არ უნდა იტრეიდო. ძნელია, ეგეც ერთ-ერთი ისეთი ფაქტორი არის, რა ფაქტორიც მაგალითად უნდა დავძლიო და უნდა გავაუმჯობესო. ანუ კიდევ ერთხელ წინა თვე ამ თვეს ივლისის თვეს თითქმის ყოველ დღე ქონდა ტრეიდი გასცემა. ოღონდ ეს ყოველ დღე გასცემა ტრეიდი იყო ხშირ შემთხვევაში winning day და რაღაცა თვეში 7 დღე მაგალითად იყო ისეთი დღე, როცა ანუ 1-2 ერერი დამიჭერი. 2 ერერი უბრალოდ 1-2 ერერი დამიჭერი. კაი. ერთი კითხვას ერთი რეკორდინგს გავდიშო.
რა მოგწონს ყველაზე მეტად ამ სფეროში? რატომ აერჩი ეს სფერო? ფინანსური თავისუფლება, რასაც გინდა იმას აკეთებ, უფროსი არ ყავს. გინდა ლონდონის სესიაზე იტრეიდებ და გინდა AM-ზე, გინდა საერთოდ არ იტრეიდებ. არანაირი ვალდებულებები არ გაჩნია არავის. ეს არის ყველაზე კარგი ახსნა ამ ყველაფერს. ჩვენიერი. მადლობა ხალხო მოსმენისთვის. ვინც ხა YouTube-ზე უსმენთ. როგორც ყოველთვის წარმატებები და არხი გამომიწერეთ.